გამარჯობა ჩემო ძვირფასო YouTube, Facebook და TikTok მაყურებელო. მე იორე კი ვარ და ეს ქართული ამბებია. თქვენ კი დიდი მადლობა ასეთი აქტიურობისთვის, არხის გამოწერისთვის, ვიდეოს დალაიქებისა და თბილი კომენტარებისთვის. ასე გავაგრძელეთ თქვენ და ასე გავაგრძელებ მეც. მშვენიერ ქართულ ამბებს მოგიყვებით. დავიწყოთ. ვაჟას სწავლისთვის აგროვებული ფული. დიდი გამოხმაურება ჰქონდა წინა გადაცემაში ვაჟა ფშაველას პეტერბურგში ჩხუბის ამბავს. ამიტომ დღევანდელ გადაცემაში მოგიმზადეთ ამბავი იმაზე, თუ როგორ დაიწყო ყველაფერი და როგორ იშოვა ვაჟა ფშაველამ პეტერბურგში სწავლისათვის ფული. სოფრომ გალობლიშვილი წერდა: ერთ საღამოს ილიას უთხარი ძალიან კარგი იქნება ვაჟა ფშაველა და მისნაირი ზემომადლებული ნიჭით მოსილნი საზღვარგარეთ გავგზავნოთ განსავითარებლადო. ილიამ ხელები გაასავსავა. იქ ფილოსოფიას დაეწაფება, ემაგ პოეტობას კაჩხაზე ჩამოკიდებს და დავიღუპებითო. აღარ გაეკარება ფშავის მთებს, რომლებიც აძლევენ მის სხივოსან პოეზიას საზრდოსო. ცხადია, ილიას ვაჟას სასწავლებლად ფული კი არ ენანებოდა. უბრალოდ იმაზე ღელავდა, ფშავში აღარ დაბრუნდება და გენიალურ შედევრებს აღარ დაწერსო. ეს კი მართლა დიდი დანაკლისი იქნებოდა ქართული ლიტერატურის. არადა ვაჟა ფშაველას უნდოდა სწავლის გაგრძელება პეტერბურგში. საამისო ფული კი ვერა და ვერ მოეგროვებინა. ერთი ზაფხული ჩარგალში გაატარა ჩვენმა დიდებულმა მწერალმა. მეცხოველეობას მიჰყო ხელი და სექტემბრის დასაწყისში თავის მეზობელ ფშაველებთან ერთად საქონელი გამორეკა თბილისში გასაყიდად. ქალაქის სიახლოვეს გლდანსა და დიღომში ბაკები და ღამის სათევები იდგა. ბაკები ანუ საქონლის დასაბინავებელი ადგილები. ერთი ასეთი ბაკი და დუქანი სოფელ გლდანთან ჰქონდა სახელგანთქმულ მოჭიდავეს კულა გლდანელს. თიანეთის მხრიდან ვინც ჩამოდიოდა, უმთავრესად მასთან რჩებოდა. ვაჟა და მისი მეზობელი იმ ღამით კულა გლდანელის დუქანში გაჩერდნენ. საქონელი ბაკში შეყარეს და თავად კი დუქანში დასხდნენ სავახშმოდ. კულამ დიდი პატივით მიიღო ფშაველები. მას ვაჟას საუბრიდან გაუგია, რომ სწავლის გაგრძელება უნდოდა პეტერბურგში და ამის საშუალება არ ჰქონდა. მაშინ წამომდგარა ეს მთასავით კაცი და დაუქადნია: კულა მოგიკვდეს, თუ პეტერბურგს არ გაგამგზავრო. თან შეჰპირდა ცოტახანში ამ და ამ დროს თიანეთში ამოვალ საჭიდაოდო. შენი ქიღავი და მთელ შემოსავალს შენ მოგცემო. მოგეხსენებათ, იმ დროს ჭიდაობა ერთ-ერთი მთავარი სანახაობა იყო. ყველა მხრიდან ერთვებოდნენ მოჭიდავეები ამ ღონისძიებაში და ფულიც ასე თუ ისე ბლომად იკრიბებოდა. მართლაც კულა გლდანელმა სიტყვა შეასრულა. თიანეთში გამართა საქველმოქმედო ჭიდაობა. ლეგენდარული მოჭიდავის სანახავად მართლაც აუარება ხალხი შეიკრიბა და ფულით საკმაოდ შეგროვდა. მოჭიდავემ არც აცია, არც აცხელა, მთელი ფული, რაც ამ ღონისძიებაზე შემოვიდა, ვაჟა ფშაველას გადასცა. 1983 წლის შემოდგომაზე ვაჟა ფშაველა პეტერბურგში გაემგზავრა სასწავლებლად. საბედნიეროდ არ დავიწყებია ფშავის მთები და დაბრუნებულმა უამრავი შედევრი გვაჩუქა. ლამაზი ტორტების ქვეყანა. როგორც ადრე დაგპირდით, ძალიან კარგი და უცნაური ამბები მაქვს საბჭოთა საქართველოდან. ეს ამბები ისე კარგად გვიხატავს იმ დროის ცხოვრებას და მმართველ სისტემას, რომ უკან დაბრუნება არასდროს მოგვინდეს. მიხეილ ბახტაძე იხსენებდა: მე საბჭოთა კავშირის ბოლოს მოვესწარი ეგრეთ წოდებულ უძრაობის ხანას და გორბაჩოვის პერესტროიკას. ანდროპოვისა და ჩერნენკოს ხანმოკლე მმართველობას თუ არ ჩავთვლით. ანდროპოვის წინამორბედი ბრეჟნევის ხანიდან ერთი რამ დამამახსოვრდა. არ ვიცი ვისი იდეა იყო. სკოლის ხელმძღვანელობამ გამოაცხადა, რომ ჩატარდებოდა კულინარიული კონკურსი. ყველა კლასს საკუთარი ძალებით უნდა გამოეცხო ტორტი. ანუ იდეაში ტორტი ჩვენ მოსწავლეებს უნდა გამოგვეცხო. ნამდვილად არ ვიცი რა იყო ამის მიზანი. მოსწავლეთა დამოუკიდებელი შემოქმედება შეიძლება სხვა სახით გამოვლენილიყო. რადგან სკოლის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილება ტორტის გამოცხობა იყო, ცხადია უნდა გამოგვეცხო. ჩემი კლასის მშობლები შეიკრიბნენ და ასეთი რამ გადაწყდა. მიხვდით, რაც მოიფიქრეს? რამდენიმე წამს მოგცემთ. დიახ. ასეთი მიდგომა ახლაც არსებობს შიგადაშიგ. მოკლედ, გადაწყდა, რომ შეგროვებულიყო თანხა, რომლითაც ტორტს შეუკვეთავდნენ კერძო ცნობილ მცხოველს. ანუ იდეა თავიდანვე დამახინჯდა და მოსწავლეების დამოუკიდებელი ქმედება გამოირისხა. ხმები მოგვივიდა სხვა კლასებიდანაც, განაგრძობდა მიხეილ ბახტაძე, რომ იქაც ანალოგიური გადაწყვეტილება მიიღეს. აი, დადგა ნანატრი დღე და სკოლის ფიზკულტურის დარბაზში შეიკრიბა მთელი სკოლა. ყველა კლასმა თავისი ტორტი მოიტანა და აღმოჩნდა, რომ მთელ სკოლაში მხოლოდ ერთ კლასში გამოაწყვეს მოსწავლეებმა თავისით ტორტი. ყველა სხვა კლასმა პროფესიონალს შეუკვეთა.
რასაკვირველია, პროფესიონალების მიერ გამოცხობილი ნამდვილად ძალიან ლამაზი, მრავალსართულიანი და სხვადასხვანაირად მორთული ტორტების ფონზე იმ ერთი კლასის ტორტი უსახურ ბატის ჭუკად ჩანდა. ჟიურიმ, რომელიც 3 მასწავლებლისგან შედგებოდა, მიიღო სრულიად სამართლიანი გადაწყვეტილება და გამარჯვებულად სწორედ მოსწავლეთა მიერ გამომცხვარი უსახური ტორტი გამოცხადდა. ეს გადაწყვეტილება მართებული იყო, რადგან კონკურსის იდეასა და არსს სწორედ ის ერთი ტორტი შეესაბამებოდა. თუმცა ეს ამბავი რომ ასე არ დამთავრდებოდა, ალბათ თქვენს მიხვდით არა? ყველა სხვა კლასის მშობლები აღშფოთდნენ. ეს რას გავს? სად არის ტორტის სილამაზე, ესთეტიკურობა და ასე შემდეგ. იმდენი ქნეს, რომ ჟიურიმ გადაწყვეტილება შეცვალა და ახლა სხვა ტორტი, ძალიან ლამაზი და ალბათ გემრიელიც გავიდა პირველ ადგილზე. მახინჯი ტორტი საპრიზო ადგილებს მიღმა დარჩა. ჩვენი კლასის ტორტი მესამე ადგილზე გავიდა და კონკურსის დასრულების შემდეგ კლასის დამრიგებლის კაბინეტში დავჭერით და მივიდით. გემო აღარ მახსოვს, ალბათ გემრიელი იყო. თითქოს არაფერია ეს ამბავი, მაგრამ კარგად აჩვენებს, როგორ ქვეყანაში ვცხოვრობდით. ერთი კი უნდა აღვნიშნო, მე და ჩემი კლასელები ჩუმად ვსაუბრობდით ერთმანეთში და ვაღიარებდით, რომ გამარჯვებას ის დაწუნებული ტორტი იმსახურებდა. მაგრამ ხმამაღლა როგორ ვიტყოდით, არა? აი ასე. როგორი მახინჯიც იყო სისტემა, ისეთი სიმახინჯე ქონდა დათესილი ნებისმიერი სფეროს ნებისმიერ მიმართულებაზე. წერილი მამას, მერაბ კოსტავას. ამ ამბავში მერაბ კოსტავას შვილზე და მამასთან მის საოცარ ურთიერთობაზე მოგიყვებით. ირაკლი კოსტავა, ირაკლი ჩარკვიანის და გეგა კობახიძის მეგობარი იყო. მათ გარდა მეგობრობისა, რა თქმა უნდა, საბჭოთა სიმახინჯის პროტესტიც აერთიანებდათ. ერთხელ ირაკლი კოსტავამ ასეთი წერილი მიწერა მამას. მერაბ ჩემო, მუჭორეს კანი საქმე. ჩქიმ საქმეები ჭგიროდა. გავტეხე ნავსი, ნახოთ რა გამომივა. გამოცდები საკმაოდ ნორმალურად ჩავაბარე. დიდად არ გამჭირვებია. დედა ჩემი უფრო ეწამა. ჩხუბი და ვაება გათავდა. დაიწყო მშვიდობიანი დღეები მაისის ჩათვლით, ზაფხულის სესიებამდე. ამ მოკითხვის შემდეგ ირაკლი მამას იმ დროისთვის პოპულარულ ახალ ანეკდოტებსაც უყვება. ახალი ანეკდოტები. ფეშენებელური ბარი ამერიკა. ქუთაისელი ჭიჭიკია იჯდა და ბარის სტოიკაზე გოგოს ეჩალიჩებოდა. ამ დროს ბარში შემოვიდა ცალთვალა ჯო, ქალაქში ცნობილი განგსტერი. ყველა ოვაციებით მიესალმა. ჭიჭიკიას არც კი შეუხრია წარბი. ჯო მიუახლოვდა ჭიჭიკიას, კბილებში მოძდო, ჩაუმტრია და მიაყოლა. პრიატნავა აპეტიტა ჭიჭიკია. არცაცი არც აცხელა ჭიჭიკიამ, თვალში შეთხარა ჩანგალი ჯოს და მიაძახა. სპაკოინი ნოჩი ჯო. მეორე. ჭიჭიკია, შენ სოლს ვინცხა იმას შვებაო? უთხრა მეგობარმა. ვინცხა ბიჭო რაიკომის მდივანი? უპასუხა ჭიჭიკიამ. მესამე. ნამდვილი ამბავი. მაია ჩიბურდანიძის დედა შევიდა რექტორ ვირსალაძესთან. მაშინ მაია სამედიცინოზე სწავლობდა და რექტორი კონსტანტინე ვირსალაძე გახლდათ. რაღაც სათხოვარი ჰქონდა მაიას დედას, თუმცა ვერ მიიღო რაც სურდა. აღშფოთებულმა წამოიყვირა, თქვენ იცით მე ვინა ვარ? მე მაიას დედა ვარ. მე ელისოს მამა ვარ. შვიდად უპასუხა რექტორმა. პიანისტი ელისო ვირსელაძეც უკვე კაშკაშა ვარსკვლავი იყო მაშინ და ამიტომ ეცინებოდათ იმდროინდელ ახალგაზრდებს ამ ამბავზე. სხვათა შორის ელისოს კონცერტზე ვიყავი. დაგლიჯა, გენიოსი ქალია, წერდა ირაკლი. ბევრს ვკითხულობ, ბოლო გატაცება ბიოლი და თომას მანია. სოჩი კარგად დავისვენ. სხვა ყველაფერი კარგადაა, ძველებურად. ცოლის მოყვანას ჯერ არ ვაპირებ. ასე დაასრულა წერილი ირაკლი კოსტავამ. თან წინასწარ დაიზღვია თავი იმ შემაწუხებელი კითხვისგან, რომელსაც ყველგან უსვამდნენ. როდის მოგყავს ცოლი? ირაკლი კოსტავას ტრაგიკულ ისტორიას მომდევნო გადაცემებში მოგიყვებით. დღეისათვის სულ ეს იყო. ჩემი აზრით ეს ამბები არხის გამოწერასაც იმსახურებს და ვიდეოს დალაიქებასაც. თუ მეთანხმებით, დააკლიკეთ. იქით აკვირაში შევხვდებით და გვირდებით, რომ შემდეგი გადაცემებიც ასეთივე საინტერესო იქნება. დროებით.